ბედის წერა ყოფილა ყველაფერი, ბედის წერა. თუმცა ბედს რას ვემდური, ჩემი ბრალია. არ უნდა მეყიდა თოკები ელიავას ბაზრობაზე. არადა სულ რაღაც 100 მეტრი და მე ფრიდონ გაფრინდაშვილი პირველი ქართველი მთასწვრელი ვიქნებოდი, რომელმაც შორეულ სამხრეთ ამერიკაში აკონკაგუას მწვერვალი დაიპყრო. ახლა კი უგზო-უკლოდ დაკარგულთა სიაში ვარ და ყველა იმას ლაპარაკობს, რომ იწვრებოდა, სად მიწვრებოდა. აი, ჩემი თათულის, ჩემი მეუღლის ბარიც. აქ ჩემთვის ყველა და ყველაფერი ტკივილამდე ნაცნობია. მოდით შევიდეთ. მე კარი გაიღო თავისთვის. დაუბერა. არა, რა დაუბერა. ისეთნაირად გაიღო, რომ თითქოს ვიღაც შემოვიდა და გამაჟრიალა. კლიენტი? რა კლიენტი? ხომ იცი რომ კლიენტებზე არ მაჟრიალებს? და ერთ შემართლა არ გაჟრიალებდეს. სასო. შეიძლება შემოგიერთდე? ნატალია, კაცების ინფაქტო. მართლა. თუ იცოდი რა კარგი კაცი იყო ჩემი ფრიდონ. კეთი. გამარჯობათ, ხალხო, როგორც ამდებით. ხომ კარგად. არ გამოჩენილა, გამარჯობათ. არა. შეხს ეს თქვენ. მადლობთ. მახსოვს მხოლოდ ერთადერთხელ მეჩხუბა. ერთადერთხელ. გააბრაზე? ასე გამოდის. სანამ ის რომელიღაც მწვერვალზე მიძვრებოდა, მე აქ ბინა ვიყიდე. არ მოეწონა? მე მესამე სართულზე ვიყიდე ბინა. ლიფტიან სადარბაზოში. იმას უნდა მე-15 სართულზე ულიფტო. ხომ იცი? ეს ალპინისტები, თოკები, ძრომიალი. ერთი მნიშვნელოვანი საიდუმლო უნდა გაგიმხილო. საიდუმლო? აი ირმას ვერ ვეტყვი. რატომ? იმიტომ რომ რაღაც შენთვის მithქონდა და რაღაც ტელევიზორში გამომიცხადები. როგორ არ გცხვენია? გუშინ სოსამ 50 ლარიანი ვისკის ბოთლი რომ გადახა მე უთხარი ვინმეს. კარგი კლიენტებს მიხედე და მე ვილაპარაკობ. არა როგორც ყოველთვის ზედმეტი ვარ. შენ კი ვაჟბატონო, ნუ გაუწყალი ამ ქალს გული შენი სეკრეტებით. თათული ჩვენი ბარის მე პატრონია, შენი მდივანი კი არა. ირმა. უკვე წავედი. წავედი. შენ კერძი უნდა იყოს წარწერა მიწებებული. მამა კაცებო, ყურება მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. სასო, მე რომ მიყურებ ხოლმე ესეთ სისულელებს რატომ ლაპარაკობ? ან ესეთ უაზრად რატომ იცინი ხოლმე? რა იყო, რამე პრობლემები გაქვს? ვგიჟდები შენზე, ნატალია, ვიცი, ვგიჟდები შენზე და რა ვქნა, შენ არ მიკარებ და დავდივარ ასე გულდათუთქული. და თუ ესეთი გულდათუთქული დადიხარ, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ლაპარაკით რატომ შემოიფარგლება? რა ვქნა, ბაბაია, წვრილი შვილის პატრონი ვარ, საქმად მე ფულები. ხო? იცი რა ქენი? ყულა გაიყიდეთ, ფული დააგროვე. კარგი აზრია. აი, მოიტან გაიხარე, გენაცვალე, გაიხარე. შენ ამ ჩვეთათოლის რა ეშველება? არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი. არა წარმოგიდგენია, ცოცხალი გონია. ცოცხალი გონია, ხო, ცოცხალი გონია, იმედი აქვს ადამიანს და მოდი ნუ მოუკლავთ ამ იმედს. კაი, დავანებოთ მაგას თავი. დიახ, თედობიძია. სხვა გამოსავალი არ არსებობს. მადლობთ კომპლიმენტისთვის. აგითხრა? აწაკიენა გაგვსო. მოგვიანებით რომ იყოს? ყოფნა არ ყოფნის საკითხია, კარგით რა გაეწყობა. შენ ამოწყდი ერთ დღეს, ისეთი დალია თან გადაგიტანო, შენ არ გაიხარე, შენი ცოდვით. შენი კუბო დამდგი. შენ ლოთო. შენ მიწაში ჩასადებო. არაფერს ისე მადლობა. სალომე, ვინ იყო? ჩემი მეზობელი. თუ რა უნდა და მე? შემიხვიწყა მლანძღე და მწყვლი და გამანადგურეო. ცოლი სახლში არ მყავს და სხვანაირად პახმელიაცი ვერ გამოვდივარო. ნახე. ის ამერიკელი აქ არის. მოიცა. მაგრამ შენ რატო ნერვიულობ ამ ამერიკელის გულისთვის? ამ ბოლო დროს რაღაც სხვანაირად მიყურებს, იცი?
რა, არ შეიძლება? ვიცი, დღევანდელ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მივხვდი. არა, ღმერთმაქნას. ისე სხვათა შორის მე დავაკვირდი და შენსა და იმ ამერიკელს შორის უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ფილტრი. რა ფილტრის? ფილტრი. რა ფილტრი ბიჭო, ეს ფილტრი? არა, კაცო, ფილტრი, აი ქალსა და მამაკაცს შორის რომ ხდება ხოლმე. ფლირტი, სოსო. ფლირტი, ხო. ჩემო კანკი. დღეს დილით ქუჩაში. ღვთაებრივი სილამაზის ქალმა გამიგება. ჯერავს. ვითომ? რას ქვია ვითომ ბიჭო? მე რომ გამოვიხედე და პირველად დაგინახე ნახევარი საათი ძლივს მომასულიერეს იმდენი. შენ ვერც კი წარმოვიდგენ რა დღეში ვარ. რატო ვირუსი შეგეყარა? ბათული. მე ადრე ვარ გაჩენილი. 7 თვიანი ხარ. უარესი. 5 თვიანი? ბათული 2 და 4 თვით ადრე კი არა, მე 100 წლით ადრე გავჩნდი. მე ვალდებული ვარ. აი ხალხის ტვინში შევიჭრა. ვინ ხალხის? აი ჩზე რო იწება და იზე რომ თავდება. ჩათლახები. ბათული ჩინოვნიკები. მე მინდა ვაიძულო ისინი რომ ჩემი იდეები და გამოგონებები განახორციელო. აი მოდი შენით დავიწყოთ. ჩემით რატომ? ერთი წუთი. ალო? ხო ზირხასო. ხო გენაცალე. ხო, რა კი არ ამშეს ვარ რა, ვაკალა ბარში რა ხო. ხო, ის რაო? და შენია ცუდად? რა დაემართა? მარჯვენა ფეხი უცივდება? მაგ ისეთ ასაკშია, ეხლა მარცხენა ფეხი უნდა კონდეს გაცილებული. არა, ვიხუმრე, გეყოფა კაცო. ხო. სასიხარულო ამბავი? აბა მითხარი. დარწმუნებული ხარ? ხო, გამიხარდა. მიხარია. ხო, კაი. რა მოხდა? მეოთხე შუზია ფეხზე. კილოცა! რას მილოცავ, რას? იმან აგიხარია. შენ არ იცი როგორია მრავალშვილიანი მამა. და კიდევ ერთი შვილი უნდა შევინახო რა. სოსო, შენ გადამრე. აი საქმე რომ გინდება ხოლმე. იმაზე არ ფიქრობ, შეძლებ თუ არა ამდენ ბავშვი შენახოს. ის საქმე რომ გინდება ხოლმე. ზათვარ ნახევარი თბილისი შევიდა. რაკენი შეხვდი იმ შენ მინისტრს? გადამაგდა ამპალმა. თავის მდივანს დაუბარა, თათბირი მაქვს და ვერ მივიღებო. მე შენ წადიკი და წამოხვედი? აბა რა უნდა მექნა? როდის უნდა გაიზარდო? გოგო ჟურნალისტი ხარ, კარიდან არ გიშვები, ფანჯიდან შედი. ამასალა გამოვა, იცი? ბომბა. და სათაური? მიუწვდომელ მინისტრს ჟურნალისტმა ჰაერიდან შეუტია. აუ, და თან უცხოური პრესა რას დაწერს? ცალკე იქ ტელევიზიები, BBC, CNN. აუ. მაგრამ თოკი თუ გაწყდა, თათულის ხმას რომ გაუწყდა. მე რას დაწერენ, ან სად მიძვრებოდა, რომ მიძვრებოდა? ამში მჭირდება თათული ცოცხალი ბარმენი. ვერ გავიგე. აბა მკვდარი? თათული ცოცხალი ბარმენი უკვე გუშინდელი დღეა. გუშინდელი დღეა. ხელფას უხდი. კი? დღეში 5-ჯერ მაინც ტოვებს სამუშაო ადგილს და ტვალეტში გადის. არ ვიცი, არ დამითვლია, ალბათ. ალბათაც ხდება. მართალია, მაგაში გეთანხმები. მთელი დღე დღას იკრიჭება უაზროდ. ეს ახლა კბილების წყობა აქვს უბრალოდ ესეთი. თათული, სული უბრეკავს და საათობით ელაპარაკება. რას ვიზამთავთო? ყველანი ცოცხალი ადამიანები ვართ, ყველას ჩვენი პრობლემები გვაქვს. დააყენე მის ადგილას რობოტი. წარმოიდგინე,
რამდენი ხალხი მოაწყდება მის სანახავად შენ ბარს. ამის სანახავად კიდე ცოლი და ცოლის დათო შემოივლის. აკითხა რა. ჯერჯერობით უბრალოდ ნაკლებად ვცნობ. ეს რანაირად? სახლში მყავს ძაღლი, რომელიც მთელი დღე ყებს. თუთიყუში, რომელიც მთელი დღე იგინება. კატა, რომელიც მთელი დღეები სადაწანწალებს ვერ გაიგებს. ირმა, გისმენ. აბა ერთი კარგად შემომხედე, რამე ცვლილებას ვერ მატყობ. რას გულისხმობ? 150 ლარიანი კრემი ვიყიდე, სახეს ალამაზებსო და შემცვალა. რა უნდა ვთქვა, სულ გააფერისდნენ ეს რეკლამიორები. ალო, რა მერიაში? გააშეშეთ, მოვდივარ. მერიაში მივდივარ. ჩამოვიდა შენი უკრაინსკი ჯერი. თათული მედარდება ძალიან. არ გონია რომ ქმარი ცოცხალია. არა და გვამისძებნას უკვე აზრი არა აქვს. რატომ? ყინვარზე არ არის, თან ძალიან ცივა. რას ამბობ? იქ 1000 ველურია, უკვე შეჭმული ეყოლება. არა, ცდები. რას ქვია ვცდები? რატომ სამხრეთ ამერიკა თუ ჩრდილოეთ ამერიკა, მაინც ამერიკა და იქ ჩვენსავით გაყინულ ხორცს არ გეახლებიან. თათული მეცოდება. აი მე მეცოდება რომელია. მაგრამ მაგის ქმარზე ძალიან ვბრაზობ. არა, რომ იწვრებოდა, სად მიწვრებოდა? ანა შემი ქმარი? შენი ქმარი არ დაბრუნებულა? შენის დაიკარგა? თქვენი არა, არ დაიკარგა, არ რეკავს. 3 წლის წინ გაშპა უკრაინაში. ო, ბიზნესი უნდა ავაგო. მეუბნებიან რომ ქალებთან დაძვრება. ანალოგიური იდეა შევთავაზე ერთს. აი, ჩიზე რო იწყება და იზე რო თავდება. ჩინონიკი. რობოტი დივანი. იმასაც არაფერი არ ჭირდება თათული. აბსოლუტურად ავტომატიურად პასუხობს. არც ალია თათბირზეა. რამდენიმე ხანში გადამორეკეთ. მერე უცნაური პასუხი დაცა. რაო? ეგ ღამაკლია კომპიუტერული ვირუსი ავიკიდო. გამარჯობა არუნოსი. გამარჯობა. სავა. აი, აჰა. ანადეც. როგორ ხართ? როგორ? ადლობს კარგად. კაცო, აი ხლა გიხურებ კაცო, ეს პოლიტიკოსობა რომ რამე დაიწყე შენა. სუთლად პატარა აი ამ მაგიდამდე ახლო ვერ მოდიოდი, სტილოთ არუნოსი, სტილოთ. უნდა ეცადო. თითო მიტინგზე თითო სანტიმეტრს ვიმატებ. სხვათა შორის მე რომ პოლიტიკოსობას მოვკიდე ხელი საკუთარი ჭკუის მეტი არაფერი გამაჩნდა. კარგია ეგ, კარგი, სხვა უნდა გქონდეს, მაგრამ კაცო, არა და თუ გინდა რომ ეს რაღაცა გამარჯვება რამეს მიაღწიო, უნდა значит, ეხლა გეტყვი. მე მარჯვენე ეს ქრისტიანულ ლეიბორისტების ნაციონალური ფორუმი უნდა გააკეთო. ის ეგეთი ბიზნესი. რა ბიზნესი? აი, როგორ გითხრა? აი, ხوارი ტაქსი გამოძახებით. და არსებობს კაცი გამოძახებით. ეგ რა? მე ოჯახის უკრაინაში აკლია კაცის ხელი. გამოძახები მასეთ კაცებს ქალები და კაცის საქმეა ოჯახში. ავეჯია გადასადგამი. ნატურა გამოსაცვლელი. ჭაღია ჩამოსაკიდი. კალერია გასაკრავი. ბავშვია მისაწყვეტი 3. ასე რომ იმ შენ ბოროტენებს ნუაყვები, შენი ქმარი ქალებში კი არ დაძვრება. არამედ ქალებთან დაძვრება საქმეზე. ცოცო, შენ გაიხარე. ისე მესავიტრები, რასაც ასახულზე უარს.
კლიენტმა გამაბრიყვა. შენ კაცო? ამისთანა გამოცილი და გაქნილი ადვოკატი? მაგას ვერ დავიჯერებ. ეგრე როგორ? 700 ლარს პროცესის მოგების შემთხვევაში მოგცემ. მე იმდენი ვქენი რომ გიჟად გამოაცხადეს. ეგ როგორ? როგორ და სასამართლოზე უთხარი ყველა შეკითხვაზე კუკუ იძახე მეთქი. როგორ? ასე ზადდა და კუკუს იძახდა ყველაფერს. ბოლოს მოსამართლე გადაირე ეს გიჟი მომაშორეთ აქედან. ყველაზე მაგარი ის არის რომ გუში ჩემპულზე დაურეკ. კუკუო. აი ეხლა. კუკუო? კუკუო? მე კი ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას ვქნი. თან თქვენ შევძანდები ჩიქ. დაჟე მეც რა. არადეც რა, კარგია. ისე რა ერქმევა მაგას რა. რაღაც განსხვავებული და ოპტიმისტური მინდოდა შემექმნა. და გადავწყვიტე დავარქვა გაიხარე, გამახარე. რა? გაიხარე, გამახარე. значит, გაიხარე და მეც გამახარე. არა, მალადეც, კარგია რა, მალადეც. ირმა, სიყვარულით გაფევი? მე არა რანაირად ერთხელ ყავდა ნანა. მახსოვს წვიმდა. გაჩერებაზე ვიდექი. ჩემწინ ყვითელი ავტობუსი გაჩერდა. უკანა კარიდან ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვარა. დამინახა და იმ დაზოგილი ხურდით ლობიანი მიხვდა. საოცარი რომანტიზმია. საოცარი. რა არ უჩუქებიათ ჩემთვის. ყვავილების სუნამო ბამბანერკა, მაგრამ არც ერთს თავში აზრად არ მოსვლია, რომ ლობიანი ეყიდა. გაშეწყდები შეგიყვარდა ხო? მე არა რას ამბობ. მეორე დღეს მანქანით მომიტაცა და მერე გზადაგზე შევიყვარდა. ირმა. ისე კარგ ლობიან შეჭამდა. კარგია. რა მარტო სახელი რამეს თუ უშველის ეგ არისო, კარგია. ვიცი ცოტა, მაგრამ ხალხს დავარწმუნებთ, რომ ქართულ პოლიტიკას ახალი სისხლი სჭირდება. და ბერნი ჩვენი ახალი სისხლი და რამე. ჯერ მარტო მე და კიდევ ერთი ორი კაცი. მაგრამ იცი ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ უფასო სწავლა, უფასო მედიცინა, უფასო ლიფტები, უფასო ბიოტუალეტებიც კი. ევროკავშირში შესვლა, $200 პენსიები, სიხარული, სიკეთე, გაიხარე და გამახარე. ეხლა პენსია რამე რა გითხრა, მაგრამ ეს ბიოტუალეტები ძალიან მომეწონა. მალადეც, ეგ კარგი რამე. საცაგი და იქ დადგა, ხო? ახლა უნდა დაგტოვოთ, მაპატიეთ საქმე აქვს. კარგი, შვილი, კარგი, აბა შენიცი, აბა გაიხარე და მე მეც გამახარე. გაიხარე და გამახარე, ისე გაიხარე, როგორ გამახარე აქ. ეს და ნათესავი ყო შემოსასუნე. ხო, როლან. ხო, ხვალე რა თუ შეიძლება რა. რამდენი? არა, 150 ძალიან ბევრია რა. მოდი 100 ლარად შევთანხმდეთ კაცურად რა. ხო გენაცვალე. მომისმინე? ვიცი, რომ მკვდარია, ხო, გავიგე, მაგრამ მკვდარი როა მიტო გაძლევ 100 ლარს, თორე ისე ცოცხალი რო იყოს 10 ლარად ჩამოგაყვანინა. ხო. გაიძმაო, კაი შევთანხმდით. აი, ვასილი. ესე მართალია, დღეს მკვდარი უპროფესორ საკვირე ცოცხალი. პარუმოსეფ. თქვენი აზრით, რა აკლია დღეს ქალაქს? ქალაქს არ ვიცი, ისე მე ბევრი რამე მაკლია. ქალაქს აკლია, აი ეს ეხლა რო ისა ბიოტუალეტი. ძალიან აკლია ქალაქს. ოღო, ქალების ცალკე, კაცების ცალკე, აბა, ჯერობაში ეგეთი ტუალეტი რამე სადა ქონდა, კაცო, თუ ესე დავბოდი დაგედიქით პადედებში, აი ეს არის. აბა, შობია ერთი კარგი ბიოტუალეტი რამე დადგარო, თამამად შეხვიდე შიგა. ჩააგდებ ჟეტონს, მე რაც მოხდება შენ თავს დააბრალებ რა. კიდე. მაგას ჯობია მე რომ მოვემზადები, მე ვილაპარაკოთ მაგაზე. ხავას რამე ხვარდალე. არ ვიტყოდი უარს. ესა მე ერთი ხავა მამიტანეთ ახლა რა.
ტკბილი გიყვარს შვილო? ისე რა. არა, ისე რა. სასო. ეს ამერიკელი რა დროს დადის ხოლმე? თან როგორ და აი ხო არაფერი გაგიგიათ? არა, მოხდა რამე? არაფერი! რა ლამაზი ხარ თათული ჩემო სიყვარულო. როგორ ახარ უჩემოდ? ო, როგორ მინდა ჩაგეხუდო ჩემო კურჩიტა. ვაიმე! რაო? არავის არაფერი არ გიგზნიათ? მე რა ვიცი, თითქოს ჩემი ფრიკოს, ჩემი ფრიდონის ხმა შემომესმი. ჩემო ურჩიტაო. ურჩიტაო. ურჩიტაო და... აი, ხატური, ხატური, იბე, ნუ მოუყლა